რუდოლფ შტაინერი, სახარება მათესგან მერვე თავი. გუშინ დავადგინეთ, რომ ქრისტემ ხელდასხმის გზის ორივე ასპექტი ისტორიული პლანის დონემდე ასწია. ქრისტეს მოვლენების ძირითადი აზრი ჩვენთვის სწორედ ეს არის. ძველი ეგვიპტის წმინდა მისტერიებში ხელდასხმა გარე სამყაროსგან წყვეტ და გრძნობად აღქმებს. რათა ადამიანის აღქმა განსაკუთრებით გამოღვიძების მომენტში ეთერული და ფიზიკური სხეულების შიდა მოვლენებზე კონცენტრირებულიყო. ხელდასხმის ეს ძველი ხერხი საჭიროებდა ხელმძღვანელს, მეთვალყურეს, რომელსაც ადამიანი მოსალოდნელი საშიშროებისგან უნდა დაეცვა. ამით ხელდასხმის მოწაფე ადამიანები ერთგვარად უკავშირდებოდნენ მათ, ვისაც ხელდასხმის პროცესში შეეძლოთ სულიერ სამყაროში განეჭვრიტათ ადამიანის ფიზიკურ სხეულში მოქმედი ძალნი და არსებანი. თუკი ამ თვალსაზრისით დავახასიათებთ ესეელების ხელდასხმას, ასე უნდა ვთქვათ. როდესაც ესეელი აივლიდა 42 საფეხურს და უფრო ზუსტად შეიმეცნებდა თავის შინაგან არსს, შინაგან ბუნებას და ყოველივე იმას, რასაც ადამიანი მემკვიდრეობით მიღებული ორგანოების მეშვეობით ფლობს, იგი ამ 42 საფეხურის ფარგლებიდან გაჰყავდათ ღვთაებრივ არსთან, რომელიც იაჰვეს ან იაღოვას სახელით მოქმედებდა იმ ორგანოში აბრაჰამთან დაკავშირებით, რომ ვახსენე. აქ ახლა გავაკეთებ ჩანართს, რომელიც თავად მოვიძიე. ესე იგი, აბრაჰამთან ყველაზე მკაფიოდ დაკავშირებული ორგანო არის ღვიძლი. იმიტომ რომ აბრაჰამი წარმოადგენს იმ ეტაპს კაცობრიობის ევოლუციაში, როცა იწყება სისხლის ხაზით მემკვიდრეობის ძალით მოქმედი სულიერება. ღვიძლი შტაინერთან არის ორგანო, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სისხლს. მართავს მეტაბოლიზმს, ატარებს მემკვიდრეობით გვაროვნულ იმპულსს. ამიტომ შტაინერი ამბობს, რომ აბრაჰამული ცნობიერება ღვიძლშია ჩასული. ანუ სულიერი იმპულსი უკვე აღარ მოქმედებს მხოლოდ კოსმიურად, არამედ სხეულში, სისხლში, გვარში, ფესვგადგმულია. იგი ღვიძლი ეს არის მიწიერი დამაგრება. აბრაჰამი ხალხის მამა, სისხლის ხაზის დამფუძნებელი. ისააკთან და იაკობთან ეს ძალა უფრო ფორმირდება. ხოლო ქრისტეს იმპულსთან ეს ღვიძლ სისხლის ბმა უნდა გადაილახოს და გულის დონეზე ამაყლდეს. მოსე დაკავშირებულია ნერვულ სენსორულ სისტემასთან, განსაკუთრებით თავის ტვინთან და ნაწილობრივ ზურგის ტვინთან. რატომ? თუ აბრაჰამი იყო სისხლისა და ღვიძლის ეპოქა, ანუ გვარი, შთამომავლობა, მემკვიდრეობითი კავშირი ღმერთთან, მოსესთან ხდება გადატრიალება. ღმერთთან კავშირი აღარ გადის მხოლოდ სისხლზე. ის გადადის ცნობიერ წესრიგში, კანონში, აღქმაში. მოსე იღებს კანონს გარედან. ეს არის რა? გრძნობადი აღქმა. მკაცრი ფორმა. აზროვნების დისციპლინა. ამიტომ მოსეს ეპოქა შტაინერთან თავის როგორც ორგანოს, ხო, თავის ძალების გაძლიერება. ანუ მე ვხედავ, მე ვისმენ, მე ვიცნობ კანონს. აბრაჰამი არის რა? ღმერთი სისხლში. მოსესთან უკვე ღმერთი არის კანონში. ღვიძლი თუ არის მეტაბოლიზმი, ტვინი ცნობიერება. ესე იგი, ძველი გზა აბრაჰამი, რომელიც მიდის მოსესკენ. ღმერთი მოქმედებს გარედან ან სისხლით. ადამიანი ემორჩილება გენეტიკას, ტრადიციას, კანონს. ეს აუცილებელია, მაგრამ საბოლოო ეტაპი არ არის. იმიტომ რომ ქრისტე ეს უკვე გულია. ანუ შტაინერთან ქრისტეს იმპულსი უკავშირდება გულს, არა მხოლოდ ფიზიკურს,
არამედ საერთოდ რიტმულ სისტემას, მთლიანობაში რიტმული სისტემაში და აინერთან არის გული პლუს ფილტვი, ანუ სუნთქვა. რატომ გული? იმიტომ რომ გული არ არის ბრმა მემკვიდრეობა, რაც არის ღვიძლი. არც ცივი კანონი არ არის, რაც არის ტვინი. ესე იგი გული არის თავისუფალი შინაგანი რიტმი. ის ადგილი, სადაც მე ხვდება სხვას სიყვარულით. ქრისტე არ ამბობს შენ გეძლევა კანონი. ქრისტე ამბობს მე ვარ გზა. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი აღარ არის სისხლში. აღარ არის მხოლოდ ქვის ფილებზე, ხო? ის ცხოვრობს ადამიანის გულში, როგორც თავისუფლად არჩეული სიყვარული. ესე იგი, აბრაჰამი, ღვიძლი, სისხლი, გვარი. მოსე, ტვინი, კანონი, ცნობიერება. ქრისტე, გული, სიყვარული, თავისუფლება. ჩვენშიც ჯერ სისხლი ლაპარაკობს, მერე კანონი გვმართავს და ბოლოს თუ ვახერხებთ, გული იღვიძებს. ეხლა ამით მე ჩანართი დავასრულე. ვაგრძელებ მერვე ლექციას. ამგვარი ესეელი სულიდან ჭრედდა, რომ იმ ეპოქაში ეს ორგანო იყო გამსაზღვრელი. ლაპარაკია ღვიძლზე და ესეელი ამას ხვდებოდა. შემდეგ იგი მზერას აპყრობდა ადამიანის უშინაგანეს არსს, მის ბუნებას, რომელიც თავად იყო ბუნების საფუძვარი. ამგვარად, ხელდასხმის აღნიშნული ხერხი ადამიანს მისი შიდა ორგანიზაციისკენ მიმართავდა. გუშინ დავახასიათე ის საშიშროებანი, რომლებიც ადამიანს ხიფაც უქადის, როდესაც იგი საკუთარ არსებაში სათანადო მომზადების გარეშე ღრმავდება. მე ვთქვი, რომ ასეთ ადამიანში იღვიძებს მთელი მისი ეგოისტური მიდრეკილებები, იღვიძებს განწყობა ასეთი აზრისადმი. ბრჭყალებში ეს. ჩემში იმდენად დიდია სურვილი ვფლობდე ძალებს, რომლებიც ჩემში მოქმედებს, ვნებებს და გრძნობებს, რომლებიც ჩემი მეს დაქვემდებარებაშია და სულიერი სამყაროს გაგონებაც არ სურთ, რომ მე უკვე არ განვეყვები მათგან. არც მოქმედება მსურს, არც აღქმა და არც შეგრძნება, თუ კი ეს ჩემი პირადი ცხოვრების საფუძვლებიდან არ მომდინარეობს. დაიხურა ბრჭყალი. ახლა გასაგებია ეს საშიშროება. მსგავსმა თვით ჩაღრმავებამ ადამიანი შესაძლოა პირდავარდნილ ეგოისტად აქციოს და ამის შესაძლებლობა ჩვენ დროშიც რეალურად არსებობს. საფრთხე ერთგვარი ილუზიის სახით გარეადგება იმ ადამიანებს, რომლებიც შინაგანი ცხოვრების დონის ამაღლებას ეზოტერული სავარჯიშოების მეშვეობით ცდილობენ. ამ დროს მთელი რიგი ეგოისტური მიდრეკილებები იჩენს თავს და ადამიანს, თუ კი იგი დაჰყვება ამ მიდრეკილებებს, სურვილიც აღარ უჩნდება დაინახოს მათში ის, რასაც ისინი სინამდვილეში წარმოადგენენ. ამიტომ ზესამყაროებისკენ მიმავალი გზის თაობაზე შეიძლება სრული პასუხისმგებლობით ითქვას, რომ დღესაც კი იგი ადამიანისგან უწინარეს ყოვლისა საკუთარ თავზე გამარჯვებას ითხოვს. ვინც შეეცდება ამ გზას თვით განდგომის გარეშე შეუყვეს, ვინც მართებულად მაორიენტირებელი ნიშნების გვერდის ავლით სულიერ სამყაროში ხედვის მიღწევას ლამობს, მას ყოველთვის შეაშფოთებს ეს და ერთგვარ უხერხულობას შეუქმნის შინაგანი ბუნების სიღრმეებიდან ამოწდენილ ძალთა ხილვა. ადამიანი ვერც კი ამჩნევს, რომ ყველაზე სასტიკი და ყველაზე საშიში ეგოიზმის მაჩვენებელი სწორედ ეს შეშფოთებაა, რაც თავისთავად ფაქტიურად სავსებით ნორმალურია და რასაც იგი ასეთი აზრით უნდა დაუპირისპირდეს. ჩემი ადამიანური ვალიც ხომ სწორედ ესაა, დავძლიო ყველა ის ძალა, ჩემში რომ ბორგავს. იოგზათა მაძიებლებს თრგუნავს მსგავსი მდგომარეობები, თუმცა მათთვის არაერთ გზის განუმარტავთ, რომ გარკვეულ მომენტში ეს გარდაუვალია. აქ მე მხოლოდ იმ ილუზიებსა და ცდომილებებზე მივუთითებ, ზოგიერთები გულის საამებლად რომ ეძლევიან. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელ კაცობრიობას მცონარობა დაუფლებია. ადამიანს სულიერ სამყაროში ამაღლებაც იმ სიმსუბუქით და კომფორტით სურს, რასაც ყოველდღიურობაში ენაჩვევ. მაგრამ ეს კომფორტი დღიდან დღემდე ასეთი დაუცხრომელი მოწადინებით, რომ ვიქმნით სულის სამყაროებში მიმავალ გზაზე,
არ არსებობს. წარსულში ადამიანი, რომელიც ზენა სამყაროებს ადამიანური შიდა ცხოვრების სიღრმეებში ხელდასხმით აღწევდა, ღვთაებრივ ძალთა ცენტრში აღმოჩნდებოდა, რადგან ადამიანი თვით ამ ძალებითაა შექმნილი. წარსულში ადამიანი, რომელიც ზენა სამყაროებს ადამიანური შიდა ცხოვრების სიღრმეებში ხელდასხმით აღწევდა, ღვთაებრივ ძალთა ცენტრში აღმოჩნდებოდა, რადგან ადამიანი თვით ამ ძალებითაა შექმნილი. იგი ხედავდა, როგორ მუშაობენ ეს ძალები ფიზიკურ და ეთერულ სხეულებზე. მას შეეძლო სულიერ სამყაროს იდუმალებათა მოწმე და მაუწყებელი გამხდარიყო და სხვათათვისაც გაეზიარებინა, რასაც განიცდიდა, როდესაც მისივე საკუთარი პიროვნების უღრმეს წიაღში და შესაბამისად სულიერ სამყაროში ძირავდნენ. როგორ იყო შედეგი? როდესაც ამგვარი ხელდასხმული უბრუნდებოდა ნორმალურ ცხოვრებას, მას შეეძლო ეთქვა, ჩემთა თვალთათვის ხელმისაწვდომი გახდა სულიერი ყოფიერება. მაგრამ ამაში შემომეშველნენ იეროფანტის დამხმარეები. მათ შემაძლებინეს და გადამატანინეს ის წუთები, როდესაც რომ არა ისინი, მე ჩემივე საკუთარი ბუნების დემონები გამანადგურებდნენ. ეს ძველი ხელდასხმის ის არის რა მაგალი. და ის ფაქტი, რომ სულიერი სამყაროს ხედვა მხოლოდ და მხოლოდ სხვათა დახმარებით შეძლო, მას უკვე მთელი ცხოვრების მანძილზე დამოკიდებულს ხდიდა იმ წრეზე, იმ გარემოცვაზე, რომელმაც ეს დახმარება გაუწია. ანუ ლაპარაკია იმ იეროფანტზე და იმ 12 დამხმარე პირზე. ესე იგი ვალდებული იყო გარე ცხოვრებაში გაეტანა ის ძალები ხელდასხმის დროს, რომ ეშველებოდნენ მას. სწორედ ეს გარემოება უნდა შეცვლილიყო, მომავალი ხელდასხმულები კიდევ უფრო მეტად უნდა გათავისუფლებულიყვნენ თავიანთ ხელმძღვანელ ინიციატორებისგან, რამე თუ მათ მიერ გაწეულ დახმარებას ერთობ სერიოზული შედეგები მოსდევდა, ანუ მათზე ხდებოდა მერე დამოკიდებული. ყოველდღიურ შეგნებაში ჩვენ ძალზე მკაფიოდ შევიგრძნობთ ჩვენს მე არსს. აი ამ მე შეგრძნებამ ჩვენში ყოფიერების გარკვეულ ეტაპზე გამოიღვიძა. ჩემს წიგნში თეოსოფია განსაკუთრებით გამოკვეთილია ის მომენტი, როცა ადამიანურმა არსებამ თავის თავს პირველად უთხრა მე. ცხოველს ეს არ ძალოც. ცხოველის თავი ადამიანის მსგავსად რომ აღეკვა, ცხოველს თავი ადამიანის მსგავსად რომ აღეკვა, იგი ვერ იპოვიდა თავის თავში ადამიანურ მეს. იგი ერთგვაროვნულ ჯგუფურ მეს დაინახავდა, ანუ აღიქვამდა იმას, რაც რომელიღაც ჯგუფის კუთვნილებაა. მას შესადამე მეს ზემოხსენებული შეგრძნება ძველი ხელდასხმის პროცესში გარკვეულწილად სუსტდებოდა. ზესამყაროებში აღვლინების კვალდაკვალ მოწაფეში მე შეგრძნება იბინდებოდა. და გაიხსენეთ, რაც თქვი, რომ ეს მართლაც იყო მადლი, რადგან სწორედ ამ შეგრძნებას უკავშირდება ეგოიზმი, ვნებები, გარე სამყაროსთან ადამიანის დაპირისპირების ტენდენციები. საჭირო იყო მეს ამგვარი შეგრძნების გარკვეულ დონემდე შესუსტება, რათა მთელი ეს ვნებები უკანა პლანზე გადანაცვლებულიყო. სწორედ ამიტომ წარსულის მისტერიებში ხელდასხმის დროს მე სიზმარეულად თუ არა ყოველ შემთხვევაში დაბინდული ცნობიერებით აღიქმებოდა. მაგრამ ადამიანს თანდათანობით უნდა შეეძინა უნარი, რომლითაც მისი მე, რომელსაც იგი გამოღვიძების მომენტიდან დაძინებამდე აცნობიერებს, ხელდასხმის პროცესშიც შეინარჩუნებდა სრულ გამართულობას. მე შეგნების დაბინდვა, რაც თან ახლავს ძველ ხელდასხმას, უნდა შეწყვეტილიყო. მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო მეტისმეტად ნელა და თანდათან. დღეს ჩვენს დროში ხელდასხმის ყველა შემთხვევაში სულიერ სამყაროში ამაღლებული ადამიანი თავისი მეს სავსებით ნათელ, მკაფიო განცდას აღწევს. ესეულთა ხელდასხმაც მეს განცდის შესუსტებასთან იყო დაკავშირებული. ყოველივე ის, რაც მიწიერ ცხოვრებაში ადამიანში აღძრავს მეს განცდას და რაც გარე აღქმებისკენაა მიმართული, ხელდასხმის დროს უნდა დაბინდულიყო. წარმოიდგინეთ ყოველდღიური ცხოვრების ასეთი ფაქტი. ძილის დროს ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ იმყოფება სულიერ სამყაროში. იგი კარგავს მეს განცდას. ეს განცდა მასში იღვიძებს მხოლოდ ცხადიერ მდგომარეობაში, როდესაც მისი მზერა სულიერი სამყაროდან გრძნობად ფიზიკურ სამყაროზე გადადის.
ასე ცხოვრობს ადამიანი და ასეთი იყო ვითარება ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროსაც. ამჟამინდელი განვითარების ეპოქაში ნორმალური ადამიანური მე საერთოდ ვერ აცნობიერებს სხვა სამყაროს. მაგრამ ქრისტიანული ხელდასხმის არსი არის სწორედ ის, რომ ადამიანის მე ზე სამყაროებშიც ისევე იღვიძებდეს, როგორც იგი გრძნობად სამყაროში იღვიძებს. მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ გამოღვიძების მომენტი, როცა ადამიანი ტოვებს ზე სამყაროებს და თავის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში ეშვება. თვით ამ დაშვების მომენტში იგი ვერ აღიქვამს ფიზიკური და ეთერული სხეულების შიდა მოვლენებს. იმიტომ რომ მის აღქმას ერთგვარად იზიდავს ის, რაც მას ამ დროს გარემო იცავს, ანუ მისი გარემოცვა ერთიანად იუფლებს მას. ყოველივე, რასაც ადამიანი ცნობიერი ჩაღრმავებით აღიქვამს, სმენითი აღქმა იქნება ეს მხედველობითი თუ ფიზიკური ტვინის მიერი, რომელიც აღქმებს გამოიმუშავებს, ძველ ებრაულ ოკულტიზმში მალხუტის სამეუფეოდ სახელდებოდა. საკითხავია, რას ნიშნავდა ამ ძველ ენაზე სიტყვა სამეუფო. ეს სიტყვა მოიცავდა მთელ იმ სფეროს, რასაც ადამიანის მე ცნობიერად შემოწერს, რაშიც იგი ცნობიერად იმყოფება. ყველაზე ზუსტი განსაზღვრება იმისა, რასაც ძველი ებრაელები ამ სიტყვაში გულისხმობდნენ, ასეთია. ყოველივე, რისი თანაზე არის, შეიძლება იყოს მე. რათა დავაზუსტოთ ეს გამონათქვამი, ზემოთქმულს უნდა დავუმატოთ, რომ სამეუფო ძველ ებრაულ ენაზე ნიშნავდა გრძნობად სამყაროს, რომელშიც ადამიანი ამ თავისი გამართული მეთი დგას ცხადიერი მდგომარეობის დროს, როდესაც იგი სრულად აცნობიერებს თავის მეს. ახლა ის საფეხურებიც გავიხსენოთ, რომლებსაც ხელდასხმის სუბიექტი თავის არსებაში დაშვებისას გაივლის. მან თანმიმდევრულად უნდა შეაღწიოს ასტრალური, ეთერული, ფიზიკური სხეულების იდუმალებებში. ეს ნიშნავს, რომ ვიდრე თავის ეთერულ სხეულში ჩაღრმავდებოდეს და ეზიარებოდეს მის საიდუმლოს, მან ჯერ შიგნიდან უნდა შეძლოს ასტრალური სხეულის ცნობიერი აღქმა. თუკი ადამიანი დგება ხელდასხმის გზაზე, ანუ თუკი იგი განიზრახავს საკუთარ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში ჩაღრმავებას, მან ჯერ თავისი ასტრალური სხეულის სიღრმეები უნდა შეიმეცნოს. ეს ის კარიბჭეა, ანუ ასტრალური სხეული, რომელიც მან უნდა განვლოს და იქ მას ელოდება ახალი გამოცდები, რომლებიც მისგან ისეთივე ობიექტურობას ითხოვს, რა ობიექტურობითაც იგი ეკიდება გარე სამყაროს საგნებს. სამეუფოს ცნებაში ჩვენ გავაერთიანეთ გარე სამყაროს ყველა ის საგანი, რომელსაც დღევანდელი ორგანიზაციის წყალობით აღვიქვამთ. მაგრამ მაინც საჭირო აღნიშნოთ, რომ ჩვენს ენაში ძალზე მკვეთრადაა გამიჯნული სამი განსხვავებული სამეუფეო: მინერალური, მცენარეული და ცხოველური. ძველ ებრაული ენა ასეთ მკვეთრ დიფერენცირებას არ ახდენდა. ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო ერთ ცნებაში, სამეუფეო. ეს ცნება იმჟამად ბუნების სამივე სამეუფეოს აერთიანებდა. როგორც გრძნობად სამყაროს თვალ მიპყრობილი ადამიანი აღიქვამს ცხოველს, მცენარეს და მინერალს და ამას ყველაფერს თავისი მეტი აცნობიერებს, ასევე საკუთარი ცხოვრების სიღრმეებში დაძირული ადამიანი მზერას ააპყრობს ყოველივეს, რაც კი მას შეუძლია ასტრალურ სხეულში აღიქვას. მისი მე ამ სხეულს ვერ აღიქვამს ცნობიერი მკაფიოებით. მე მხოლოდ იყენებს ასტრალურ ორგანოებს. მაგრამ რასაც იგი ხედავს მაშინ, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა თავისი მეტი ცნობიერად აღიქვას სამყარო, რომელთანაც შეერთებულია მისი ასტრალური ორგანოები, ამას ყველაფერს ძველ ებრაულ ენაზე უკვე ჰქონდა თავისი სახელი. იმ დროის ადამიანი ამ სამყაროს სამი განსხვავებული სახელით მოიხსენიებდა. ჩვენ ვასხვავებთ მინერალურ, მცენარეულ და ცხოველურ სამეუფოებს. ძველ ებრაულად ამ სამეუფოებს ნეცახს, იესოდს და ჰოდს უწოდებდნენ. აქ გირჩევთ, რომ 10-ვე სეფიროტი კაბალაში სიცოცხლის ხეზე დაგუგლოთ და ნახოთ. მალხუტი არის სულ ქვედა სეფიროტი და შემდგომი 3 სეფიროტი არის ეს ნეცახი, იესოდი და ჰოდი. ეს 3 სამეუფეო.
ეს ის სამება, რომელიც ასტრალური სხეულის გაცნობიერებისას აღიქმება. და რო შეხედავთ, ხო, ნახატს, ჩანს კიდევაც. ნახაზზე, ხო, მეათე არის მალხუტი, მეცხრე იესოდი, ნეცახი მეშვიდე და მერვე ჰოდი. მივდივართ ზემოთ პირველისკენ. ესე იგი, იესოდი, ნეცახი და ჰოდი ის სამებაა, რომელიც ასტრალური სხეულის გაცნობიერებისას აღიქმება. რათა ჩვენს ენაზე გადმოვიტანოთ ეს სიტყვები, ამისთვის ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რას წარმოადგენს ძველებრაული ენა, რადგან ლექსიკონის მეშვეობით მიღებული თარგმანი აქ ვერ დაგვეხმარება. აქ საჭიროა ვიცოდეთ, როგორი იყო ენის განცდა ქრისტიანობამდელ ხანაში. მაგალითად, ჰოდ მერვე, ხო, ნიშნავს გარე გამოვლენილ სულს. ეს არის გარეჩენილი სულიერი ელემენტი, რომელიც ექსტერიორიზებას ესწრაფვის. მაგრამ ამ სულიერი ელემენტის ბუნება ასტრალურია. ეხლა ამის საპირისპიროა ნეცახი. ნეცახი არის მეშვიდე სეფიროტი, ხო? იგი ესატყვისება უფრო მკვეთრად გამოხატულ მისწრაფებას გარე გამოვლენისადმი. მისი მნიშვნელობის განსასაზღვრავად შეიძლებოდა გვეხმარა სიტყვა განუმჭოლი, აი შეუვალი. თანამედროვე ფიზიკის სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ მოსაზრებას, რომ ფიზიკური სხეულები განუმჭოლია. სინამდვილეში კი ეს უნდა იყოს არა მოსაზრება, არამედ განსაზღვრება, რომ კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ასეთი განმარტება. ფიზიკური სხეული ეწოდება ისეთ სხეულს, რომლის შესახებაც შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ სივრცეში დაკავებულ ადგილს იმავდროულად ვერც ერთი სხვა საგანი ვერ დაიკავებს. მაშასადამე ნაცახი არის რაღაც, რაც გარეთ ვლინდება, რამდენადმე უფრო უხეშად, ვიდრე ჰოდი. იმ გაგებით, რომ სხეულის მიერ სივრცეში დაკავებულ ადგილს ვერც ერთი სხვა საგანი ვერ დაიკავებს. ხოლო ის, რაც ამ ორ თვისობრიობას შორის იმყოფება, გამოხატულია სიტყვით იესოდი. ამრიგად არსებობს სამი განსხვავებული ნიუანსი. ჰოდი, ამა თუ იმ ასტრალური ფაქტის გარე გამოვლენა, ნეცახი, როდესაც ყველაფერი იმდენად უხეშია, რომ საგნები ფიზიკური განუმჭოლობით ვლინდება. და ბოლოს იესოდი. შუალედური მდგომარეობა. ასეთი გახლავთ ასტრალური სამყაროს არსობითობის გამომხატველი სამი განსხვავებული თვისება. ახლა მომავალ ხელდასხმულთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ღრმად უნდა დავეშვათ ადამიანური ბუნების არსში. გაივლის რა ასტრალურ სხეულს, ხელდასხმის სუბიექტი ეთერულ სხეულში ეშვება. აქ იგი აღიქვამს უფრო მაღალ ძალებს. შედარებით მათთან სამი ზემოთ დასახელებული სიტყვით რომ განსაზღვრეთ. შესაძლოა დაიბადოს კითხვა. რატომ ვამბობთ, რომ იგი აღიქვამს რაღაც უფრო ამაღლებულს? ეს დაკავშირებულია ერთ განსაკუთრებულ გარემოებასთან, რაც თქვენც უნდა გაითვალისწინოთ, თუ კი სამყაროს ჭეშმარიტი სიღრმისეული სტრუქტურის გაგება გსურთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამა ქვეყნის ყველაზე დაბალ გამოვლინებებზე სწორედ ყველაზე მაღალი ძალები მუშაობენ. ხშირად მიმითითებია ამ გარემოებაზე, განსაკუთრებით ადამიანური ბუნების დახასიათებისას. რა თქმა უნდა, გარკვეული მიმართებით მე ადამიანური არსების ყველაზე მაღალი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ადამიანის მეს ხელეწიფება ამაღლდეს ყოვლის უმაღლეს და ამის მიუხედავად იგი დღესდღეობით გარკვეული მიმართებით ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას, რადგანაც სხვა ნაწილებთან შედარებით იგი ყველაზე ჩვილია. მის საპირისპიროდ ფიზიკური სხეული ჩვენი 4 სხეულიდან ყველაზე სრულყოფილია, მაგრამ არა ადამიანის დამსახურებით, არამედ იმიტომ, რომ მისი სრულყოფისთვის ღვთაებრივ სულიერი არსნი ჯერ კიდევ ძველი სატურნის, ძველი მზის და ძველი მთვარის დროიდან იღწვოდნენ. ასტრალური სხეულიც კი ადამიანურ მეზზე სრულყოფილია, მაგრამ ჩვენ თავს მაინც მესთან ვაიგივებთ. საკმარისია ჩავიხედოთ საკუთარ თავში, რათა ვიპოვოთ ჩვენი მე. ეს სურვილი უნდა გააჩნდეს ყველას, ვინც არ არის ტრივიალური და არ აქვს დახშული მზერა.
ესე იგი, საკმარისია ჩავიხედოთ საკუთარ თავში, რათა ვიპოვოთ ჩვენი მე და პირიქით ფიზიკური სხეულის იდუმალებებისა ჩვენ თითქმის არ ვიცით რა. არაერთი, არამედ მირიადი წლები მუშაობდნენ ჩვენს ფიზიკურ სხეულზე ღვთაებრივ სულიერი არსნი, რათა დღევანდელ მდგომარეობამდე მieყვანათ. და ამ ფიზიკურ სხეულსა და მეს შორის ჩვენ გვაქვს ეთერული და ასტრალური სხეულები. ფიზიკურ სხეულთან შედარებით ასტრალური სხეულიც ჯერ კვლავ არასრულყოფილია. მასში ბუდობენ ემოციები, ვნებები, სურვილები, რომლებიც ერთგვარად მოთოკილი ჰყავს ეთერულ სხეულს. ასტრალური სხეულის ემოციებზე მიმძლავრება ადამიანს უბიძგებს ისეთი ქმედებებისკენ, რაც პირდაპირ ფიზიკური სხეულის საუცხო ორგანიზაციის წინააღმდეგაა მიმართული. იგი თან თქავს 1000 გვარ შხამს, რომლებიც დამღუპველად ზემოქმედებს გულზე. ადამიანი რომ მხოლოდ ასტრალურ სხეულს დაჰყოლოდა, იგი მალევე შეირყევდა ჯანმრთელობას, რომელიც მეტნაკლებად სრულყოფილად მომუშავე გულს უნდა უმადლოდეს. სწორედ გულია ის ორგანო წლების მანძილზე, რომ წინააღმდეგობას უწევს ასტრალური სხეულის შემოტევებს. ადამიანის ორგანიზაციის შედარებით დაბალი საფეხურებისკენ სulis კვალდაკვალ, ჩვენ სულ უფრო და უფრო მაღალ ღვთაებრივ ძალებს ხვდებით. ეს ის არსებებია, რომლებმაც იმუშავეს ჩვენს ცალკეულ სხეულებრივ გარსებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მეს ყველაზე ახალგაზრდა ღმერთები, ყველაზე ახლად შობილი ღვთაებრივ სულიერი არსნი მეურვეობენ და ეს მაშინ, როდესაც შედარებით ხნოვანმა ღმერთებმა ადამიანის დაბალი წევრები მოიყვანეს იმ სრულყოფამდე, რომლის განჭვრეტას ადამიანი დღეს ძლივ-ძლივობით ახერხებს. და რა თქმა უნდა, იგი ერთობ-შორსაა იმისგან, რომ მთელი თავისი ტექნიკის გამოყენებით მიბაძოს იმ საუცხო ქმნილებას, რომელიც მისთვის სულიერმა არსებებმა შექმნეს. ისინი, ვინც მაგალითად ესეელთა ხელდასხმას გადიოდნენ და იძირებოდნენ ადამიანის შიდა არსში, შესანიშნავად წვდებოდნენ ამ სრულყოფილებას. ესეელი მართლაც ასე მიმართავდა თავის თავს. როდესაც ავდივარ პირველ 14 საფეხურზე, ჩემს ასტრალურ სხეულს მსჭვალავ და აქ ჩემში აიშლება ყველა ის ვნება და ემოცია, რომლებიც ასტრალურ სხეულში ბუდობენ, ანუ ყოველივე ის, რაც ჩემი ინკარნაციის მანძილზე თავად დავამახინჯე ჩემს ასტრალურ სხეულში. ჯერჯერობით ჩემს ძალაუფლებას მე ვერც ეთერულ სხეულზე და ვერც ასტრალურ სხეულზე ვერ ვავრცელებ. მე მათ ვერ ვფლობ. ჩემი ეთერული სხეულის ბუნება ბევრად უფრო ღვთაებრივია და წმინდა და სწორედ მას ვაწყდები შემდეგი 14 საფეხურის გავლისას. ამ დროს ესეელი ფიქრობდა, რომ გადალახა ასტრალური სხეულის წუნება პირველი 14 საფეხურის პროცესში. ამით დაძლია ყველაზე უფრო ძნელი გზა და ახლა სწორედ იმ ეთერული სხეულის ცისკროვან სფეროებში შედის, რომელსაც იგი ასეთივე ზიანს ვერ მიაყენებდა. და ის, რაც ამ დროს მის თვალწინ იშლებოდა ძველებრაულ იდუმალთმეტყველებაში, აღნიშნავდნენ ჩვენს თანამედროვე ენაზე ძნელად სათარგმნელი სამი სიტყვით: გედულახ, ტიფერეტ, გევურა, გებურა, გევურა. ახლა წიგნში წერია გედულახ, ტიფერეტ, გევურა, მაგრამ სინამდვილეში არის, ესე იგი, მეოთხე, მეხუთე და მეექვსი არის ჰესედ, გიბურახ და ტიფერეტ. ძნელად სათარგმნელია ეს სამი სიტყვა, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცადოთ, ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ, ხო? ანუ ჰესედ ნიშნავს კურთხევას და წყალობას. გებურა, გევურა. ეს არის ძალა, მართვა. ტიფერეტ ეს არის სილამაზე. მანამდე რაც ვახსენეთ, ახლა მახუთი იყო მეათე, სამეფო, ხო გახსოვთ სამყაროს განხორციელება. მეცხრე ესოდი, საფუძველი, მერვე ჰოდი, დიდება, მეშვიდე ნეცაჰი, გამარჯვება, გამბედაობა, გამძლეობა. და ახლა აი ამ სამეულთან ვართ. ჰესედი, კურთხევა, წყალობა, გევურა, ძალა, მართვა და ტიფერეტი, სილამაზე. მოდით
შევიცადოთ და გავმარტოთ ის სფეროები, რომლებიც ამ სიტყვებშია მოაზრებული. სამივე სიტყვა დაკავშირებული იყო ეთერული სხეულის აღქმასთან. ჩვენ დაახლოებით ასე შეგვიძლია გადმოვცეთ ის, რასაც ადამიანი თავის ეთერულ სხეულში დაშვების დროს აღიქვამდა. ესე იგი, პირველი სიტყვა ჰესედი. შტაინერი ამ სეფიროთს ახსენებს როგორც გედულახ. ისეთნაირად ზემოქმედებდა ადამიანზე, ეს კურთხევა, წყალობა, ხო? ისეთნაირად ზემოქმედებდა ადამიანზე, რომ მას წარმოდგინა ეძლეოდა ყოველივეზე, რაც სულიერ სამყაროში ყოვლის შემძლეობის და ღვთაებრივი დიდებულების შთაბეჭდილებას ქმნის. ამ გედულახს, რომელსაც ხმარობს შტაინერი, ხო, ეს სიდიადეს და დიდებულებას ნიშნავს. და იგივეა, რაც ჰესედი, კურთხევა და წყალობა. ეს არის მეოთხე. ეხლა გევურა მეხუთე სეფიროტია, ხო? თუმცა მასსა და აი ამ ჰესედს შორის გარკვეული მსგავსება არსებობდა, ამ დიდებულების ერთგვარ სახესხვაობას წარმოადგენდა. გევურა, ძალა, მართვა. გევურა ნიშნავდა ასევე დიდებულებას, რომელიც ნაკლები ძალით ზემოქმედებს. ეს იყო საკუთარი თავის დამოუკიდებელ არსებად გამოვლენისთვის, თავდაცვისთვის გარემიმართული ძალა. თუკი გედულახ, ანუ ჰესედი, ძალმოსილების შინაგან თვისებად მოიაზრებოდა, გევურა, ეს მეხუთე სეფიროტი, უფრო აგრესიული ხასიათის გარე გამოვლენილ მოღვაწეობას ნიშნავდა. რაც შეეხება თავის თავში დავანებულ ძალმოსილებას, რომელიც თუმცა კი ვლინდება გარეთ, მაგრამ აგრესიის გარეშე, რამე თუ იგი უბრალოდ სულიერი ძალმოსილების გამოხატულებაა, მას განსაზღვრავდნენ ტერმინით ტიფერეტ, რომელიც ჩვენს ენაზე ნიშნავს სიკეთეს და სილამაზეს ერთად აღებულს. არსება, რომელიც თავის ღრმად შინაგან ცხოვრებას მთლიანად გარეგნულ ფორმებში ბეჭდავს და ასე ავლენს მას, შვენივრად გვესახება, ხოლო არსება, რომელიც გარეგნულად ავლენს საკუთარ შინაგან არსს, ასეთ არსებას კეთილად მივიჩნევთ. ან ძველ ებრაულ იდუმალ მეტყველებაში ეს ორი ცნება თანაშერწყმული იყო სიტყვაში ტიფერეტ, ანუ სიკეთე და სილამაზე. სწორედ ამ სამ თვისებაში გამოვლენილ სამ არსს უკავშირდებოდა ადამიანი ეთერულ სხეულში დაძირვისას. ესე იგი, ასტრალურ სხეულში დაძირვისას გვქონდა რა? იესოდი, ჰოდი და ნეცახი. და ეთერულში გვაქვს რა? ჰესედი, გევურა და ტიფერეტი. ამის შემდეგ ხდებოდა ფიზიკურ სხეულში დაშვება. აქ ადამიანი ხვდებოდა კიდევ უფრო ძველ ღვთაებრივ სულიერ არსებებს, რომლებიც მასზე მუშაობდნენ. თქვენ გახსოვთ, როგორ იქნა აღწერილი ძველ სატურნზე წარმოქმნილი ფიზიკური სხეულის ეს პირველი ჩანასახი. უმაღლესმა უძლიერესმა არსებებმა, საყდრებმა, მსხვერპლად გაიღეს თავიანთი ნებელობის სუბსტანცია სატურნის, მზის და მთვარის განვითარების პროცესში. აი, ძალიან კარგი იქნება თუ თეოსოფიას წაიკითხავთ, იქ ეს ყველაფერი ძალიან დაწვრილებით არის. რომელიღაც სახარებაში არის და მომავალშიო წავიკითხავთ, მე მგონი რომ ამასაც განვიხილავთ, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ თეოსოფიაში ნამდვილად არის. ესე იგი, გახსოვთ როგორ იქნა აღწერილი ძველ სატურნზე წარმოქმნილი ფიზიკური სხეულის ეს პირველი ჩანასახი. უმაღლესმა, უძლიერესმა არსებებმა, რომელსაც ეწოდება საყდრები, მსხვერპლად გაიღეს თავიანთი ნებელობის სუბსტანცია. ესე იგი, საყდრებმა უმაღლესი იერარქია, 9 უმაღლესი იერარქია აქვს შტაინერს და აი საყდრებმა გაიღეს თავიანთი ნებელობის სუბსტანცია სატურნის, მზის და მთვარის განვითარების პროცესში. ბიბლიის იდუმალებებში მეწარმოვაჩინე თუ როგორ იყვნენ ეს უდიდესი სულიერი არსნი დაკავშირებული ადამიანთან სატურნის, მზის და მთვარის პერიოდებში. აჰა, ბიბლიის იდუმალებებშიც აქვს. იმედია, რომ ამ წიგნსაც წავიკითხავთ. ისინი ისეთი გატაცებით და მოწადინებით სრულყოფდნენ იმ პირველ ჩანასახს, რომ მოხდა სასწაული და ქვეყნად გაჩნდა ის საოცარი ტაძარი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფიზიკურ სხეულს.
ესე იგი, საყდრები მონაწილეობენ ამაში. საყდრები რუსულად არის ტრონ. არა, რუსულად არის პრესტოლი და ინგლისურად არის thrones. ეს არის უმაღლესი, პირველი იერარქიის წარმომადგენლები. საყდრები არიან მატერიის ჩამომყალიბებელი ძალა კოსმოსში. სწორედ საყდრებმა გასცეს ესეთი საკუთარი ნების ძალით მსხვერპლად გასცეს საკუთარი სუბსტანცია იმისთვის, რომ შექმნილიყო ფიზიკური სამყაროს საფუძველი. მას უძლიერესმა არსებებმა, პირველი იერარქიის წარმომადგენლებმა, ხო საყდრებმა მსხვერპლად გაიღეს თავიანთი ნებელობის სუბსტანცია სატურნის მზის და მთვარის განვითარების პროცესში. ისინი ისეთი გატაცებით და მოწადინებით სრულყოფდნენ იმ პირველ ჩანასახს, რომ მოხდა სასწაული და ქვეყნად გაჩნდა ის საოცარი ტაძარი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფიზიკურ სხეულს, რომელშიც ადამიანი სამ სხვა შემადგენელ ნაწილთან, ეთერულ, ასტრალურ და სხეულთან და მესთან ერთად ცხოვრობს. ესე იგი, ფიზიკური სხეული, ტაძარი და მასში ცხოვრობს ადამიანი სამ სხვა შემადგენელ ნაწილთან ერთად, ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და მე. ძველი ებრაული ოკულტიზმის თანახმად, ფიზიკურ სხეულში რეალურად დაშვებული ადამიანი აღიქვამდა იმას, რაც ყველაზე მაღალ სიბრძნეს შეიძლება შევადაროთ. იგი შეიძლება ითქვას საკუთარი თვალით მზერდა ამ მზე სიბრძნეს და ამასთანავე გარდისახებოდა კიდეც, თუკი ნაწილობრივ მაინც შეძლებდა მათ გამსჭვალვას. ადამიანს შეძლო ჩაძირულიყო თავის წიაღში და აღიქვა ის, რასაც ძველებრაული იდუმალთმეტყველების თანახმად გააჩნდა ისეთი თვისებები, რომლებიც ადამიანში შესაძლოა წარმოჩინდეს მაშინ, თუკი მისი ფიქრები მიმართულია იმ უმაღლესისკენ, რაც სამშვენივალში მხოლოდ სიბრძნიდან მიიღწევა. ესე იგი, ადამიანი მზერას აპყრობს სიბრძნეს, როგორც იდეალს. ამდენად ფიზიკურ სხეულში ჩაშვებისას მან იცის, რომ შეხვდება არსებებს, რომელთა მთელი არსი სიბრძნეა და რომ მას ამ სიბრძნის მხოლოდ უმცირედი ნაწილის შეძენა ძალოც. ამ სიბრძნეს არაფერი აქვს საერთოდ ჩვეულებრივ ინტელექტუალურ შემეცნებასთან. ეს მართლაც არის შემეცნება, მაგრამ ისეთი, რაც მხოლოდ სამშვენიველის ყველაზე უფრო მძიმე და მტანჯველი გზით და მხოლოდ მრავალჯერადი განსხეულების პროცესში მოიპოვება. ერთი ცხოვრება ამისთვის არასაკმარისია. და აქაც კი ამ სიბრძნეს მხოლოდ ნაწილობრივ აღწევენ, იმიტომ რომ რათა გახდე ჭეშმარიტი ბრძენთა ბრძენი, სიბრძნის უსაზღვრო შესაძლებლობებთან შერწყმა უნდა შეგეძლოს. მაშასადამე ხელდასხმული აღიქვამდა არსებებს, რომელთა უპირველესი თვისება იყო თვალის წამგვრელი, სასწაულებრივი, წმიდათა წმიდა სიბრძნე. და ამ თვისებას, რომელსაც ფლობდნენ სიბრძნის სულები, ერქვა ჰოხმახ. ჰოხმახ, ჩოქმახ, ესეც არის მეორე სეფიროტია, სიბრძნე, ასეც ითარგმნება. ეს სიტყვა გამოხატავს იმას, რასაც ჩვენ დროშიც სიბრძნე ჰქვია და აქაც არსებობს ამ თვისების ნაირსახეობა, მისი ერთგვარი კონდენსანტი. იგი შეესაბამება იმას, რაც ადამიანის ბუნებაში ვლინდება, როგორც გაუხეშებული სიბრძნე. ცნობიერად ადამიანი ამასაც ასევე მხოლოდ გარკვეულწილად აღწევს. არსებები, რომლებშიც ეს თვისება მეტნაკლებად დომინირებს, გასხივოსნებულების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს თვისება კონდენსირებული სიბრძნის ამგვარი გამოხატულება სახელდებოდა სიტყვით ბინახ. ეს უკვე მესამეა. გაგება, სიღრმე, ანალიზი. ბინახ ეს ის თვისება, რომელიც ადამიანში შეიძლება გამოაღვიძო, თუ კი მისი გაგების უნარს მიმართავ. ბინახ შეეტყვისება იმ არსებებს, რომლებიც სრულად არიან გამსჭვალული იმით, რაც გონების სფეროს განეკუთვნება. ეს არის ჩოხმახის რამდენადმე უხეში ნაირსახეობა. ეს ჩოქმახ, იგივე ხოხმახ არის მეორე სეფიროტი, ხო? და აი მესამე არის ბინახი. ბინახი შეესატყვისება იმ არსებებს, რომლებიც
სრულად არიან გამსჭოლული იმით, რაც გონების სფეროს განეკუთვნება და ჩოქ მახის რამდენადმე უხეში ნაირსახეობაა. ამიტომაც იყო, რომ როდესაც ძველ ებრაული დოქტრინა ლაპარაკობდა შემოქმედ და აღმშენებელ სიბრძნეზე, რომელშიც ვლინდებოდა სამყაროს იდუმალებები, იგი ასახელებდა ჩოქ მახს და მას ადრიდა წყლის ნაკადს, ხოლო ბინახს იგივე დოქტრინას ზღვას ადრიდა. აი ამ შემთხვევაში კარგად დაიჭერთ განსხვავებას. ასე ცდილობდნენ წარმოედგინათ დიდი სიმკვრივე, დიდი კონცენტრაცია. აი ბინახის შემთხვევაში, ხო? რაც შეეხება უმაღლეს წერტილს, რომელსაც ხელდასხმული აღწევდა ფიზიკური სხეულის შემეცნებით, იგი აღინიშნებოდა სიტყვით კეტერ, ეს უკვე პირველი სეფიროთია. ამ სიტყვის რაიმე ექვივალენტის ძიება უაზრობაა. მე მაინც მოძებნე და გვირგვინი. შტაინერს ურწერი ამ სიტყვის რაიმე ექვივალენტის ძიება უაზრობაა. მხოლოდ სიმბოლოს მეშვეობით შეიძლება ვილაპარაკოთ იმ თვისებრიობაზე, რომელსაც შეეძლო გაეღვიძებინა რაღაც წინაგრძნობა იმისა, რასაც ძალზე მაღალი ღვთაებრივ სულიერი არსნი ფლობენ. და ეს თვისება, რომლის წყალობითაც ადამიანი მაღლდება საკუთარ თავზე და წარმოადგენს რაღაც უფრო მეც, ვიდრე იგი რეალურად არის, სიმბოლი ზირდება გვირგვინით. ეხლა მე ყველას გირჩევთ, რომ მართლა ეს სეფიროტების სქემა ნახოთ, ძალიან იოლია, მოსაძიებელია, 10-ვე სეფიროთი ჩაწერეთ და შეხედავთ, როგორ არის განლაგებული სიცოცხლის ხეზე, ხო? მას შესაბამისად, სურათი ასეთია. პირველი ტრიადა სამება, ფიზიკური სხეულის იდუმალებათა შესაბამისი, ბინა, ხოხმა, კატარ. მეორე ტრიადა, ეს უკვე ზემოდან ქვემოთ მოდის. მეორე ტრიადა, ეთერული სხეულის იდუმალებათა შესაბამისი, გებურა, ტიფერეტი, გედულა. მესამე ტრიადა, ასტრალური სხეულის იდუმალებათა შესაბამისი, ნეცახ, იესწოდ, ხოდ. და მეოთხე სამეუფო, მე, ანუ მალხუტი. რა ძირითადი სხვაობა იყო ესელთა ხელდასხმასა და მათ გარემომცველ ხალხებში პრაქტიცირებულ ხელდასხმას შორის. ხელდასხმის ყველა ძველი ხერხი ხასიათდებოდა მე შეგნების, შესუსტების ტენდენციით, რაც ადამიანში ძლიერდება მალხუთთან, სამეუფეოსთან შეხების დროს, პირველ სეფიროთთან, ხო? სწორედ ეს ცნობიერება უნდა შესუსტებულიყო, მეცნობიერება. არსებობდა აზრი, რომ ადამიანი, რომელმაც განვლო ხელდასხმის გზა, უკვე აღარ ჰგავს იმ ადამიანურ არსებას, რომელსაც იგი ფიზიკურ სამყაროში წარმოადგენდა. სულიერ სამყაროში იგი წყვეტდა იმ ადამიანურ არსებობას, რომელიც მას სამეუფოში ჰქონდა, მალხუთში. ხელდასხმის უძველესი სკოლები მკაცრ დემარკაციულ ხაზს ავლებდნენ ხელდასხმული ცნობიერების მქონე ადამიანის განცდებსა და ადამიანის მეცნობიერებას შორის. მისტერიების მოძღვრებებზე ხალხი ასეთნაირად ბჭობდა. ადამიანისთვის წარმოუდგენელია იმ მე განცდის შენარჩუნება, რასაც იგი სამეუფეოში, მალხუთში განიცდის. არც ერთ ადამიანს ეს არ ძალუძს. ხელდასხმის მოწადინე ადამიანს წინ უდგება გრანდიოზული სურათი, რომელიც წარმოადგენს სამ ჯგუფად დაყოფილ სამ თვისებას, მისი მთელი ჭეშმარიტებით. მაგრამ ამ დროს იგი უნდა გამოთავისუფლდეს ყოველივესგან, რაც მეს შეგრძნებასთან არ დაკავშირებული და რასაც ადამიანი გარე სამყაროში შეიგრძნობს. ადამიანს უფლება არ აქვს ჩაეშვას სამეუფეოში და თან ჩაიყოლოს ყველაფერი, რაც მან ნეცახის, იესოდის და ხოდის შესახებ შეიტყო. ანუ მე-7, მე-8, მე-9 სეფიროთზეა ლაპარაკი. მე-10-ში ვერ ჩაიტანა. რაიმე მსგავსიც კი არ უნდა შეენაწევროს მე შეგნებას. ასეთი იყო გავრცელებული რწმენა და ადამიანი, რომელიც გაბედავდა და მას შეეწინააღმდეგებოდა, ძველ დროში უგუნურად და ცრუდ შეირაცხებოდა. ამრიგად, პირველად ესეელებმა დაიწყეს იმის სწავლება, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ის, რაც არის მაღლა, დაეშვება მასში, რაც არის დაბლა. რათა ადამიანმა ის, რაც არის მაღლა, თავისი მე შეგნების დაუბინდა ვადი ხილოს. ესე იგი, ისე დაინახოს,
რაც არის მაღლა, რომ ეს მე შეგნება არ დაებინდოს. როგორც ხდებოდა ხოლმე პირველი ტიპის ხელდასხმის დროს. ეს არის სწორედ ის, რასაც ბერძნები თავიანთ წილად ბაზილეას უწოდებდნენ. მაგრამ როდესაც ესეელებთან ხვდებით პირველად იმ მოძღვრებას, რომლის თანახმადაც ვიღაც უნდა მოვიდეს და სწორედ ეს ვიღაც ჩამოიტანს დედამიწაზე იმას, რაც არის მაღლა ცათასასუფეველში, რათა იგი მალხუთში მყოფად მეს უბოძოს. იგი ზემოდან მოაქვს მესთვის მალხუთში. სწორედ ამ დოქტრინას ასწავლიდა ესეელებს და ზოგიერთ თავის გარემომცველს იესუ ბენ პანდირა, უჩვეულოდ ძლიერი და გამომსახველი ფორმით. და რათა რამდენიმე ფუძემდებლურ დებულებაში დავაფიქსიროთ მისი შეგონებები იმ სახით, რასახითაც ისინი მისმა მოწაფემ მათაიამ თავის შთამომავლებს გადასცა, უნდა ვთქვათ შემდეგი. ბუდა ბოდჰისატვას მომავალში მაეტრეა ბუდას მემკვიდრის მიერ ინსპირირებული იესუ ბენ პანდირა ასე წინასწარმეტყველებდა. აქამდე ვითარება ისეთი იყო, რომ ცათა სამეუფო არ შეიძლებოდა დაშვებულიყო მალხუთის სამეფოში, რომელსაც განეკუთვნება მე. მაგრამ მოვა დრო, როდესაც განსრულდება 3-ჯერ 14 თაობა და დაიბადება აბრაჰამის შთამომავალი დავითის ხაზიდან, რომელსაც ჩვენ ესეელთა შთამომავლად მივიჩნევთ. მისი წყალობით ახალი სამეუფო დაეშვება იმ სფეროში, სადაც ცხოვრობს მე. სწორედ ამ მოძღვრების გამო იესუ ბენ პანდირას ბრალი დასდეს მკრეხელობაში და აწამეს. მაგრამ მეორე მხრივ ბუნებრივიცა, რომ ამ მოძღვრებას სხვაგვარად თუ არა ხელდასხმისადმი უსაშინლეს მკრეხელობად ვერც მიიღებდა ის ხალხი, ვისაც არც თავად სურდა ეღიარებინა და არც სხვას აძლევდა იმის თქმის უფლებას, რომ ის, რაც კარგია ერთ ეპოქაში, შესაძლოა მომდევნო ეპოქაში ასეთივე აღარ იყოს, რადგან კაცობრიობამ ამ ეპოქებს შორის შუალედში რაღაც გზა უკვე განლო და წინ წავიდა. დაიდადგა დრო წინასწარმეტყველების აღსრულებისა. 3-ჯერ 14 თაობა დამთავრდა და ერთი ხალხის სისხლმა შეძლო დაებადებინა სხეული ორგანიზმი, რომელშიც ინკარნირდა ზარათუსტრა, რათა შემდგომში, როდესაც იგი მასში განსხეულებული ორგანოების მეშვეობით კიდევ უფრო მეტად დახვეწდა ამ სხეულს, ქრისტესთვის მიეძღვნა იგი. ქრისტეს წინასწარმეტყველს შეეძლო ეთქვა: ახლოა დრო, როდესაც ცათა სამეუფო დაეშვება გარე სამეუფოში, მალხუთში მცხოვრებ მეში. ახლა უკვე გასაგები ხდება, რაც მოახდინა ქრისტემ ცდუნების დაძლევის ჟამს. ქრისტემ ცდუნება დაძლია თავისი შინაგანი არსის წყალობით, რომელსაც ჩვენ დღეს მეს ვუწოდებთ. მან შეძლო ყველა იმ ცდუნების დაძლევა, რაც გარს ახვევია ასტრალურ, ეთერულ, ფიზიკურ სხეულებში დაშვებულ ადამიანს. ეს ყველაფერი, ყველა ეგოისტური თვისება მათ კულმინაციაში სრული სიცხადითაა და კაფეოებითაა წარმოჩენილი და აღწერილი. მართლაც ეზოტერული განვითარების გზაზე მდგომი ადამიანისთვის ერთ-ერთი უდიდესი წინააღმდეგობა მხოლოდ საკუთარი პიროვნებით დაინტერესება გახლავთ. ეს ერთობ სავალალო მიდრეკილება მეორე მხრივ სავსებით ბუნებრივია მათთვის, ვინც საკუთარ არსში ღრმავდება. და უნდა ითქვას, რომ იგი არსად იჩენს თავს ისე ხშირად, როგორც სულიერი სამყაროს მოწადინე ადამიანებში. როგორი თქმობით საუბრობენ ისინი თავის უძვირფასეს პიროვნებაზე, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ, რომელსაც ყოველ საათობრივ, ყოველ წამიერ უკიდურესი სკრუპულოზურობით აკვირდებიან. თუ კი სხვები ყაბულს არიან უბრალოდ უფიქრელად იცხოვრონ, ესენი განვითარებასაც არ სჯერდებიან და ანთროპოსოფოსებად ჩამოყალიბებას ცდილობენ. ერთი სიტყვით, ისინი დაუცხრომლად ზრუნავენ საკუთარ პერსონაზე და სწორედ ამ დროს მათ ყოველი მხრიდან უტევენ ილუზიები, რომლებსაც ადრე ასე ადვილად აკარწყლებდა ჩვეულებრივი ცხოვრება. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ის გახლავთ, რომ ადამიანი ყოველგვარ თავდაჯერებულობას კარგავს, როდესაც მასში გამოღვიძებული ინსტინქტები მის დაუფლებას ლამობენ. მას არ ყოფნის გამოცდილება. ადრე მისი ყურადღება გარე სამყაროსკან იყო მიმართული, მაგრამ როგორც კი ოკულტური განვითარების გზას დაადგა, იგი უფრო მეტად ჩაღრმავდა თავის შინაგან არსში, საიდანაც უწყვეტად ამოდის 1000 ჯურის ემოცია,
რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ იქ შეუმჩნევლად. რატომ იძვრიან ეს ემოციები? ადამიანი ისწრაფვის გახდეს ნამდვილი მე, გარე სამყაროსგან დამოუკიდებლად იგრძნოს თავი. მართალია თავიდან მას ხშირად ეუფლება ცრუ სურვილი იყოს მართული, როგორც ბავშვი, რომელსაც ასწავლიან როგორ უნდა მოიქცეს. რას არ იღონებდა იგი, ოღონდაც თავი დაეხწია თვითწარმმართველობისგან, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის აზრით რგუნავს, რომ სხეულებრივად გარე სამყაროზეა დამოკიდებული. ეს აზრი მით უფრო ზღუდავს მას, რაც მეტად ესწრაფვის იგი დამოუკიდებლობას, რაც უფრო მეტადაა საკუთარი თავით დაკავებული და მაინც ერთი პროზაული გარემოება არწმუნებს, რაოდენ უძლურია იგი გარემომცველი სამყაროსგან გამოთავისუფლების მიმართებით. ეს გარემოება გახლავთ ის, რომ ადამიანად დაბადებული იგი იძულებულია იკვებოს. ეს ერთო პროზაული, მაგრამ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საგანია. იკვებოს, ანუ ჭამოს, რა საჭმელი ჭირდება. იგი გვარწმუნებს, რაოდენ უძლურები ვართ ჩვენი ჩვეული გარემოცვის გარეშე. ჩვენ დამოკიდებული ვართ სამყაროზე, ურუმლისოდაც ვერ ვიცხოვრებდით ისევე, როგორც მოკვეთილი თითი ვერ იარსებებს თავისთავად. ასე რომ ყველაზე ბანალური წარმოდგენებით ცხადყოფს, რამდენად ვართ დაკავშირებული ყოველივესთან, რაც რომ გარემო გვიცავს. და აი, როდესაც მოაღწერილი ეგოიზმი უკიდურეს ზღვარს აღწევს, იგი ადამიანში ასეთ აზრს ჩამოქმნის. ნეტავს შემეძლო საკუთარი გარემოცვიდან გათავისუფლება, ნეტავს შემეძლო სასწაულებრივ მოვიპოვო ყველაფერი, რაც მაიძულებს დამოკიდებული ვიყო გარე სამყაროზე, რათა როგორ მე შევინარჩუნო ფიზიკური არსებობა. აი, ის სურვილი, რომელიც შეიძლება დაეუფლოს ხელდასხმის მოწადინე ადამიანს. საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ მასში დაისადგუროს გულის წყრომამ და სევდამ, იმის გამო, რომ იგი დამოკიდებულია თავის გარემოცვაზე. იმის გამო, რომ უძლურია მაგიური ძალით გააჩინოს და შექმნას საკვები. მცირე მასშტაბებში ამგვარ სურვილს ექსტრავაგანტულობას მივაწერთ, მაგრამ ეს სურვილები, რომლებიც მცირე მასშტაბით ყველა ადამიანს უჩნდება, აბსურდამდე მიდის, როდესაც იზრდება და ბოლოს ზღვარს ოკულტური განვითარებისკენ მიმსწრაფ ადამიანში აღწევს. სანამ ეს სურვილები უმნიშვნელოა, გარეგნული ჩვევებით ხელფეხ შეკრულნი, ისინი არასოდეს გვიტევენ ისეთი ძალით, რომ ადამიანს საარსებო საშუალებების მაგიური ხერხებით მოპოვების მალხუტის მიერ გაჩენილი საკვების გარეშე არსებობის ილუზია გაუჩნდეს. მაგრამ უკიდურესობამდე მისულმა ამ გრძნობაში ადამიანს შესაძლოა ასეთი სიტყვებიც ათქმევინოს: მე რომ ჩემს ასტრალურ სხეულსა და მეში ცხოვრება შემეძლოს და მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ვიყო დამოკიდებული, მაშინ გარე სამყაროს გარეშე არსებობასაც შევძლებთ. ეს თუნება არსებობს და უკიდურესი ძალით იგი უნდა განეცადა ქრისტეს, როდესაც მაცთურმა ქვისპურად გადაქცევის აზრი საცდურად მიუგდო. ცდუნება აქ მის უმაღლეს ხარისხშია წარმოდგენილი და მისი ისტორია მართლაც შესანიშნავად ილუსტრირებს ადამიანის ქვენაბუნებაში სვლას. მეორე ფაზაში ადამიანი მსჯვალავს ასტრალურ სხეულს და სავსებით რეალურად აწყდება 1000 ემოციას, 1000 ვნებას, რომლებსაც შეუძლიათ იგი პირწავარდნილ ეგოისტად აქციონ. როდესაც არ ძალოც დაძლიო ვნებები, როდესაც არ შეგიძლია დაძლიო ვნებები და ხარ დაუცველი, როდესაც გრძნობ, რომ ყველაფერი გიპირისპირდება, მაშინ შენი ფიზიკური ეთერული ორგანიზაცია წინააღმდეგობის გაწევის სურვილს თმობს და მართლაც იქმნება მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ როგორც ქვესკნელში ვარდნა. სწორედ ასე აღწერს ამას მახარობელი მათე ვარდნას ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში, რომლებსაც მანკიერებამ ჯერ ვერ დაასვა ისე ღრმად თავისი დაღი. უპირველესად კი მაინც ვნებები და ემოციები უნდა დაიძლიოს. ეს იცის ქრისტემ და თრქუნავს რა საკუთარი ძალით ყველაფერს, რაც მის წინააღმდეგ მხედრდება, ასე პასუხობს მაცთურს: შენ არ ძალგიც ცდუნება მისი, ვის წინაშეც ქეთს უნდა იხრიდე. ამის შემდეგ მესამე ფაზას ფიზიკურ სხეულში დაშვების მესამე ფაზის ჯერიც დგება. როდესაც ეს დაშვება ცდუნების სახეს იღებს, მას განსაკუთრებული ხასიათი ეძლევა. ეს არის განცდა, რომელსაც ადამიანი იღებს ხელდასხმისას, თუმცა იგი შეიძლება გქონდეს ყველა ადამიანს, ვისთვისაც ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში დაშვების ეტაპი იწყება. ამ დროს იგი თავის თავს ერთგვარ შინაგანად ხედავს ერთგვარად.
აქ იგი ჭრեց ყველაფერს, რასაც მისი ბუნების სამი უმაღლესი სფერო მოიცავს. ადამიანის წინაშე იშლება სამყარო, მაგრამ თავიდან ეს სამყარო ილუზორულია. ადამიანს არ ძალუძს აღიქვას მისი უმაღლესი არსი, ვიდრე არ განარღვევს ფიზიკური სხეულის გარს, ვიდრე არ ამაღლდება სულიერ არსებებთან, რომლებიც თავად არ შემოდიან ფიზიკურ სხეულში, არამედ მხოლოდ აშენებენ მას. ვიდრე ეგოიზმიდან არ გამოვთავისუფლდებით, მაცდური ამა ქვეყნისა ლუციფერი ანუ ეშმაკი ყოველთვის ეცდება გვაცდუნოს ჩვენი თავის მიმართებით. და ამ დროს იგი გვპირდება ყველაფერს, რაც ჩვენი ფეხთითაა გამფენილი, როგორც მირაჟი, ჩვენი საკუთარი მაის, ჩვენი საკუთარი ილუზიის შემონაქმედი. და თუ კი ეს ეგოიზმის სული არ დაგვეხსნება, ჩვენ მართალია ვხედავთ სამყაროს, მაგრამ ეს სამყარო არის სიცრუის და ცდომილებათა სამყარო. თავიდან ჩვენ შევდივართ ამ სამყაროში, მაგრამ რამდენადაც თავს ვერ ვიხსნით მისგან, იმდენად ვრჩებით მის ტყვეობაში. ქრისტემ დაძლია ცდუნების ეს სამი საფეხური და ამით თავისი გამარჯვება აქცია წინარე ხატად, მოდელად, ნიმუშად, მთელი კაცობრიობისთვის. და რამდენადაც ეს გამოცდა ძველი მისტერიების კედლებს მიღმა მოხდა, რამდენადაც იგი სამი აღნიშნულ სხეულში ინკარნირებული არსების მიერ იქნა გამრილი, კაცობრიობას მიეცა ერთგვარი იმპულსი, რომლის წყალობითაც ადამიანს ევოლუციის მომავალში ასევე შეეძლება სულიერ სამყაროში ამაღლება იმ მეტი, რომლითაც იგი მალხუთში სამეუფეოში ცხოვრობს. პირველ სეფიროთში ხო? მეათეში უფრო სწორად. და მაშინ ორ სამყაროს შორის მიჯნა ქრება. კაცობრიობა ამას მიაღწევს მაცდურზე გამარჯვების წყალობით, როგორც ეს აღწერილია მათეს სახარებაში. ამ ეპიზოდის მთელი აზრი ის გახლავთ, რომ დედამიწაზე მცხოვრებმა არსებამ მეს უმაღლეს სამეუფეებში ამაღლების მაგალითი მოგცა. იმ ფაქტმა, რომ ქრისტემ ერთგვარად წინ გაუსწროდა გარე ისტორიულ სახელწყობას წინარე ხატად მოუვლინა, ის რაც წესისამებრ მხოლოდ მისტერიების საფარველის ქვეშ ხორციელდებოდა, გარკვეული შედეგი გამოიღო ამ ფაქტმა. ეს შედეგები სამეუფოს ქადაგებაშია ჩაბეჭდილი. და თუ კი მათ ეს სახარება თავისი ღრმა მცოდნეობით თავიდან ცდუნებაზე მოგვითხრობს, ეს მხოლოდ იმიტომ, რათა შემდეგ აღწეროს მეს ამაღლების ფაზა. ეს ის მე გახლავთ, რომელსაც საკუთარ თავზე უარის უთქმელადად შეუძლია სულიერ სამყაროში ცხოვრება. და საიდუმლო, რომელსაც ამიერიდან სულიერ და ფიზიკურ სამყაროებში ერთნაირად მყოფადი მე შთაიბეჭდავს, სწორედ ეს საიდუმლო უნდა გაეხსნა ქრისტეს გარე სამყაროსთვის იმ პერიოდში, რომელსაც მახარებელი მათე ცდუნების ამბის შემდგომ აღწერს. ეს იწყება გზაზე ქადაგებით და ივრცობა ერთ დიდ ეპიზოდად, რომელშიც ქრისტე მალხუთის სამეუფოს სურათს შლის. ასეთია მათეს სახარების სიღრმე. მისი სათავეები უნდა ვეძებოთ ოკულტურ მოძღვრებებში, ოღონდ არა მარტო ესეელთა სკოლებში, არამედ ებრაული და ბერძნული სკოლების მთელ კომპლექსში. მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ ამ დოკუმენტისადმი იმ საკრალურ თაყვანისცემას, იმ ღრმა მონანიებას, როდესაც სულის მეცნიერული მონაცემით აღჭურვილნი სულიერი სამყაროს ჭვრეტის უნარით ღირს ყოფილთაგან დანატოვარ ტექსტებს მივეახლებით. როდესაც წარსულის თვით ხილველთა ნაამბობს ვღურმავდებით, გრძნობთ, რომ ისინი კვლავაც გვაწვდიან ხმას საუკუნეთა სიღრმეებიდან. გვეუფლება განცდა, რომ ჩვენ გადმოგვცემენ იმ სულიერ საუბარს, რომელსაც მაღალი ინდივიდუალობები საუკუნიდან საუკუნეებში ურთიერთშორის აწარმოებენ. ადამიანებს კი ყოველ შემთხვევაში მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს და ვისაც ესმის სახარების კიდევ ერთი გამონათქვამი, ანუ ვისაც ყური აქვს ისმინოს, ხო, მართლაც შეუძლიათ მათი მოსმენა. მაგრამ როგორც ბევრი რამ იყო საჭირო იმისთვის, რათა ადამიანში განვითარებულიყო ფიზიკური ყური, ზუსტად ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ხთომილებები დაჭირდა იმას, რომ ჩვენში დაბადებულიყო სულიერი სმენა, რომელიც უდიდესი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების გაგების შესაძლებლობას გვანიჭებს. სწორედ სულის მეცნიერებამ უნდა გვასწავლოს სულიერ მოწმობათა კითხვა. და თუ კი ჩვენ აღვიჭურვებით მეს გაგებით, მე არსის გაგებით ცათასასუფეველში, მაშინ ჩვენთვის გასაგები გახდება სიტყვები ნეტარ არიან ხატაკნის სულითა, რამე თუ ისინი
თავად საკუთარი მეობიდან მიაკვლევენ ცათა სასუფეველს. უძველესი სკოლის ხელდასხმული იტყოდა: ამაოდ ნოეძებს თქვენს მეში ცათა სასუფეველს. ქრისტე იესო ამბობს: დადგა ჟამი, როდესაც ადამიანები შეძლებენ საკუთარ მეში ჰპოვონ სული, როდესაც ისინი ცათა სასუფეველის ძიებას თავის შინაგან არსში შეუდგებიან. ისტორიულად სწორედ ქრისტეს დამსახურებაა ძველი მისტერიების შინაარსის გარე სამყაროში გატანა. მოგვიანებით ამას კიდევ უფრო უკეთ გაიგებთ და იმასაც ნახავთ, თუ როგორ უნდა განიმარტოს ქადაგება მთაზე, რომლის პირველი სიტყვებია: ნეტარ არიან გლახაკნი სულითა.